მოკლედ მეგობრებო, ეხა ამინდები აირია როგორც იცით და სამაშველოზე მივდივარ, განახეთ ხა როგორი მანქანით. გუშინ გავარეცხინე და გავაფზრიალე, მაგრამ რა ვქნა დახმარება ჭირდება ადამიანს. ხო დავტოვოთ, აი წავალ და ჭილზე არის და ნახოთ იმედი აღვთ ჩვენს. წავედით მოკლედ ამოსათრებიარი ჯიპი Renegade, რომელსაც რაღაცა დაუზიანდა. სავარაუდოდ წინა ყუმბარა იქნება ან ხიდი, ან DS-ში, ან R-ში როაგდებს მანქანას ხმა აქვს წინა მხრიდან. ხიდე გათიშულზე, უკანა ხიდ გათიშულზე აბუქსავა ბევრი და მერე დაიწყო ეს ხვრიელი თან რულაღებულზე აბუქსავებდა და დიდი ალბათობით ყუმბარა იქნება. ნუ მძიმე შემთხვევაში ხიდი. ესე იგი ძალიან შორს არ არის მოხდა გვერდიდან და მთავარია რომ ასფალტამდე ჩამოვიყვანოთ და მერე ნუ რაღაცნაირად ევაკუატორით ჩამოვიყვანთ და მთავარი რა არის რომ იქ ძალიან ცუდი ისა რა ქვია ტალახი იცის მაგ მხარეს რაღაცა თიხანარევი უაზრო ტალახია და არ ვიცი იმედია ჩვენც მივალთ და ესე მე მივდივარ და ეხლა რომ მივდივარ განახეთ გზაზე წინ რა მანქანა შეგვხვდა ეხლა ხედავთ და თან ჩვენი ლოგოც აქვს ზედ თორნიკეს მეგობარი არის ჩვენი მეგობარი საერთო რომელიც ჩვენი ლოგოთია ავალ ეხა უშუალოდ Renegade. აი გადმოვედით ეხა იხედავთ ჯერჯერობით ისეთი ნორმალური გზა არის, ან გრუნტიანი გზა არის. ხრეში არის და რა ვიცი, ტალახი ესეთი არაფერია და ბალახზე უნდა იყოს როგორც ვიცი გადმოვარდნილი. ბალახიდან ამოვიყვანთ და წესით მეტი არ უნდა დაჭირდეს არაფერი, ნუ მერე ჩამოვაგორებთ ასფალტამდე. წავედით. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად ამოვათრიეთ, გზასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ და პრობლემა არ იქნება, ეხლა თავისით დაღმართი ჩაძე ჩამოგორდება ასფალტამდე და მერე უკვე ევაკუატორით წაიყვანენ. დიდი ალბათობით წინა ყუმბარაა დაზიანებული, სერიოზული არაფერი. სავარაუდოდ რაღაც პრობლემა ჰქონდა ყუმბარასაც მანამდე, იმიტომ რომ ესე მარტივად არ დაზიანდებოდა. ალბათ რაღაცა ბზარები ქონდა აღებული, ეგრე ხდება ხოლმე ძირითადად. ასე რომ გააგრძელებენ ჩვენ თავის გზას, მე ჩემ გზას, ასე რომ წარმატებები ბიჭებს, ალბათ დროებით კარგად.